თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათაომ ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. პოლიტიკოს მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და საქვეყნოდ ხელისუფლების დამხობაზე მოწოდებას ედავებიან. ხაბეიშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც დღევანდელ სხდომაზე ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. პროკურორი ბექა ხუნაშვილი სასამართლოში განმარტავდა, რომ არანაირი ახალი გარემოება არ არის წარმოდგენილი, რაც განგრძობადი პატიმრობის მიზანს შეუწონლობაზე მიუთითებდა და აღკვეთის შეცვლის საფუძველი იქნებოდა. მისი მტკიცებით რისკი იმისა, რომ ხაბეიშვილის მხრიდან მტკიცებულებების განადგურება, მოწმეებზე ზემოქმედება და მიმალვა მოხდეს კვლავ არსებობს. ამ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, ხაბეიშვილის პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური და უკანონოა. მან სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი. დღევანდელ პროცესზე ვრცელი სიტყვით ისარგებლა თავად ლევან ხაბეიშვილმა. ორთვიანი იზოლაციის შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 4 ოქტომბერზე ისაუბრა. მან განმარტა, თუ რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა და რა მიზანი ჰქონდათ აქციის ორგანიზატორებს. ლევან ხაბეიშვილის სიტყვა სასამართლო პროცესიდან ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. თურმე აქციას პროაქტიულად უჭერდით ხარჯზე. თქვენ აქცია ამოიღოს სიტყვა დამხობა ცალკე და ბრალა წალე. დამხობა ნიშნავს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მოქმედებებით არის. მე თუ ვიტყოდი, რომ არ მომწონს ეს კონსტიტუციური წყობილება. ეს კონსტიტუციური წყობილება არის შესაძლებელი. ხალხო შემიარაღდეთ ასე, ეს პილოტური ეს იქნებოდა დამხობის თერო, მაგრამ როცა საუბარია აქციის სახელწოდებაზე, რომელიც იყო ასეთი, ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა და პოლიტიკოსებს ჩვევია მესიჯურად, ვირუსულად რაღაცის გავრცელება რო გვიდა, ვიფიქრებთ სლოგანის მათ შორის. ეხლა სადღაც აქცია გინახავთ თქვენ სამსაზრდოების წევრი ხართ, მაგალითად აქცია ცენტრალური ოლიგარქიას. ნიშნავს, რომ დავწვათ ეხლა ყველა უნდა ცენტრალური გავუკიდოთ ყველა და დავწვით და ბენზინი და შევაკეთოთ, ხადი არა. თქვენ გინახავთ აქცია ბუგისმედია სისტემა უნდა დაიგდეს. თქვენ გონიათ, რომ პერფერატორებს უნდა მივადგეთ კანცელარიას და სისტემა დავანგრიდოთ. ეს არ არის ხალხო, ეს არ არის ნორმალური და ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ დემონსტრაცია რუსთაველზე იყო დაგეგმილი და ციხეში ტელევიზორში ნახა, რომ ლოკაცია შეცვალეს. მე ვამბობდი, რომ აქცია მშვიდობიანი, ესე ვთქვათ, აქცია უნდა ყოფილიყო რუსთაველზე. ეხლა თქვენ რა გინდათ რომ მომედავოთ, რომ 11 წელს ციხეში ვიყავი, ყველაფერი წამართვით, ყველა ის რა ქვია, შესაძლებლობა და 4 ოქტომბერზე მე რაღაცა უნდა მომხდეთ 11 სექტემბრის მერე. მით უმეტეს ჩემს მიერ მე მაგალითად, ხო? არა, მოდი შევამსადგი. ამ პარალელს ქვენას იმაზე პასუხობთ, ასე 11 სექტემბერზე დაკავებული ვარ რუსთაველზე ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა. კიდე სლოგანზე ვისაუბრე ჩემს სიტყვაში, პროაქტიულად აქციას უჩერდი ცხადია მხარს. ეხლა 11 სექტემბრის მერე ბოდიში ახლა ბევრი რამე შეიცვალა. და ტელევიზორში ნახე მე პირობითად რომ მე თავისუფლებაზე იყო აქცია. მათ შორის მშვიდობიანი დია და ასე მიმაჩნია. როგორც ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე თქვა, ის გაიტაცეს და აწამეს. ამის მიუხედავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მისი მიზანი შურისძიება არ არის იმ ადამიანების მიმართ, ვინც მისი ეს წამება განახორციელა. ხაბეიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მისი დასჯა სისტემას პოლიტიკური განცხადებების გამო სურს. სასამართლო არ უნდა იყოს პროცესებულება, სადაც ადამიანი რომ მოდის აუცილებლად ელოდება, რომ გილიოტინაზე აიყვანენ და ჩამოაყრჩნენ. შეუძლებელია ვიცხოვროთ ისე სახელმწიფოში, სადაც მე აქ რომ მოვდივარ, ძალიან მინდა რომ მქონდეს თუნდაც 0.5% იმედი იმის, რომ მე სადღაც სამართალს ვიპოვო. მე მოვურო სამართალს, 2 თვეა ვზივარ რის გამო. კიდე გეუბნებით მე ჩემ თავზე რომ ლაპარაკო, მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ციხეებში არიან გადანაწილებული პროტესტის გამო. რომ მათ არ უნდათ ქვეყანაში ანტიკონსტიტუციური მოვლენები მიმდინარეობდეს, იმიტომ რომ იქ წერია რომ ევროპული მომავალი არის გარანტირებული და აბსოლუტურად ყველგან არის სხვა. ნახეთ, 2 თვით განმავლობაში ბრალად რა მედება? სასამართლოს ვიქცევ. რა მედება ბრალად? რაიმე მოქმედება მედება ბრალად? არა. პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს ედება ბრალად პოლიტიკური განცხადებები. რომ მან საჯარო, მე არ ვიცი რამე სადაოთ რაღაცა ფონეიდოსკოპური რაღაცეებია ჩადაგდეს და არა რა მაგარაფერია სადაო გასაწევს საჯარო განცხადებებია ჩემი ყველა საეთერო სადაც ვაპარაკობ რომ ადამიანმა ანუ ძალოვანმა უწყებამ კანონს უნდა სცეს პატივი არ იცალადოს მოქალაქეზე და ამისთვის დაწესდება ჯილდო და მომავალი ხელისუფლება ბიუჯეტიდან მას ოღონდ მეჯერ ხელისუფლებას ეს არის ჩემი დაპირება ხო პოლიტიკური თუ მოვალეო საბიუჯეტო საქმეებიდან
ჩვენ მე დავაჯილდოებთ ამ ადამიანს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, ეს არის პოსტი. ლევან ხაბეშვილი 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულა სეზონში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის ფულადი თანხის შეთავაზების ბრალდებით დააკავა. ბრალის წაყენების შემდეგ კი გაირკვა, რომ მას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც ედავებიან. ამ ორივე ბრალით ოპოზიციონერ პოლიტიკოს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიკვდილიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით ლევან ხაბეიშვილს პაემნის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებაც აიკრძალა.